ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთან სტუმრად მოვიდა ძველი ჯგუფი, ახალი სუნთქვით მივესალმოთ ქუჩის ბიჭები. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ თქვენ გაიხადეთო? მე სტუმრეთ. თქვენ გაიხადეთო? ხო, ნუ რა ვიცი, ესე გაგებად შეიძლება, რა თქმა უნდა. ესე იგი ქუჩის ბიჭებს მოგესალმებათ სუფრის ბიჭი. მოგესალმებით. ხო, არ თქვენ ნაკლებთ ამ ამბავს. ჩვენ წარგადგენთ ჩვენ. ესე იგი ქუჩის ბიჭებს მიესალმება ფორტეს ბიჭი, ჩვენი ძმა ზურა მანჯავიძე. დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენ კოლეგიალობასთან ერთად მეზობლებიც ვართ. კი ბატონო. აბა საიდან ვართ მეზობლები? აბა ხო, კი ყველაფერზე რომ ეთანხმებით. აი გამოიჭირეთ. ბიჭო, საიდან ამოში, ეხა არ მინდა ყველაფრის თქვა. ხო, არა. მე რო რას გულისხმობდი, უყურე, ბორჯომელები ხომ ხართ? კი ბატონო. ხარაგაული ხო რა. კი ბატონო. საერთოდ ბორჯომ ხალაგაურ წყეპარკი, აბა რა. მეცაც არ მოერთიანეს. კიდევ რას? გარდა მაგისა, კიდევ რატო ვართ იცი ძალიან ახლობლები ჩვენ ზურა. ჩვენც ხარაგაული მე და პაატა მაგალითად მე და პაატას და ბიჭ არა. ხარაგაულის რაიონი, ეგ არის. ჩამოთვალეთ, ჩვენ ვარ წაქვიდან, სოფელი წაქვიდან. გვარი მანდედანა. სოფელს ხუნევი. შენი ირაკლი? ნუ მე იქვე ვარ, ფონა ვარ, მაგრამ მაინც. ანუ რა კარგია რომ ერთმანეთი გაიცანით, როგორც იქნა გიდი მაგრამ. არა, პერევაზე ხო არ გავაგზავნოთ ჩემო. უღადაღებზე გავაგზავნოთ თავისთავად ცხადია. ვა, გაიხარეთ. ბევრ ამის საინტერესოს გაიგებთ ერთმანეთის შესახებ, იარეთ ხოლმე ეს ჩემ გადაცემებს. გადასარევი ისე, ვინ წარმოიდგენდა 2026 წელს იყავით ჩემთან სტუმრად და მეორეთაც რომ მოხვიდოდით. ვინ წარმოიდგენდა რომ კიდევ დაგპატიჟებდით? ვინ წარმოიდგენდა რომ კიდე შენ დახვდებოდი აქ გადაცემაში? რაღაც ამასინა ენა მაგ მოსაჭრელი. ამასინა ტელევიზორი ჩავთე და გოგოებს მიყავდათ გადაცემა და მე მეგონა გამიხარდა. მე მეგონა შეიცვალა. მე მეგონა გაგანთავისუფლდა. ვისე იდეა იყო ამათი კიდე დაპატიჟება მეორე. ქვეგენა. არა ზურა წარმატებები გვიყვარხარ და ყოველთვის გიამაყებ. უბრალოდ თავისებურად გამოხატავ. რა თქმა უნდა. სხვადასხვანაირად გამოვხატავთ ხო? ისე არა, მაინც კარგია რა, ესე რომ შევიკრიბეთ რა. მაინც ძველი სკოლა რა. ქუჩის ბიჭები, მე სახე, ათო ფორჩხიძე, აი ძველი სკოლა, ძველი სკოლა. თქვენ მაინც დაწყებითები ხართ ახლა. თქვენ ძალიან ლამაზები და კარგები ხართ. ხო, ეგ ახლა უდავოთ აპლოდისმენტები. ულამაზესები და უინტერესები. ესე იგი, პირველი ჰიტი იყო თქვენი, ადექი იცეკვე, ხო? კი ბატონო. ეხლა რაღაცა ერთად ხომ არ ჩავწეროთ და მე მგონი არ იქნება ცუდი იდეა, ნახე როგორი სახელი იქნება. ტაჯიკი დავლიოთ. როგორია? ასაკობრივიც არის თემა. ჯობია დავჯდეთ კი. დავჯდეთ და დალევაზეს არ იქნები თუ არ ვიცი დაწუნებული ვარ. მაგრამ ერთი ჩამჭრელი კითხვა მაინც უნდა დაგისვათ. არ გინდა, ჩამჭრელი კითხვები არ გინდა. ძალიან ჩამჭრელიც არ არის ახლა ისე თავიდანვე, ნუ იცით ხოლმე რა. ნუ ვირიდეთ. აქცევა გვერდის. რომელი გირჩევნიათ, მაგარი ჰიტი თუ მაგარი ტორტი? ოი. ტორტი ჯობია. ხო, აბა გურამი და მართლა ხო, მაშინ პერსპექტივაში სხვანაირად უნდა დამისვენ. არა, ტორტი. მაგარი ჰიტი თუ მაგარი ღიპი? მაგარი ტორტი ჯობია. მაგარი ტორტი. მაგარი ჰიტები გვაქვს ისედაც. გასაგე ხო. ეტი. მართალია. გურამიკო აიბიტო წამოხდა ეხა ხო ხტებით ყომა გამოიცანეთ მაგამ ბავშვი. ტორტის მანიაკია კი. არც არის სუფრასთან საერთოდ ბოლომდე მიყვარს ხოლმე დარჩენა და. ეგ მიზეზია ხო პრო ტორტი მიზეზია? ტორტი არ შემოვა და უნდა დაჭრა მერე. აჰა. ხო და ეგ თემა. არ მოხვალე ქორწილში მე კიდე ერთი სული მაქვს ტორტს ოცი გავაჭრევინებ რომ გავიქცე.
ჩვენ კიდე მივდივართ და გურამიკო და ტორტი რჩება. ეგრე გამოდის. აღარ რჩება ტორტი. მეორე საერთო ჩატში ვწერთ, რაკენი გუშინ ტორტი ჭამე, ჩვენ უკვე სახში ვარ და აქ ვარ ისევ. ბევრჯერ მოუწევი. ფილიპ ახველიაზე ცოტა. ხოიცი ასაკიდან გამომდინარე დაიწყებს ცოტა ხანში სიარულს ქელექებში და რომელ ტორტს დაჭრება. ტორტი ჭამია. ზოში ტორტი რატომ მოგიფრა? ჩემში ტორტი რატომ მოგიფრა? არაფერი, შენი რიტი გამოასპათა შორის ვიმუშაოთ მაგ საკითხზეც. ესე იგი, რა თქმა უნდა, ხელსარიელი არ ხართ მოსულები, მაგრამ მანამდე მინდა შეგეკითხოთ, აი, რეპეტიციები, აი, ისევ ისეთი ენერგიით მიდის, ისევ ისეთ შემოქმედებითი ამბები ხდება, თუ მაინც რაღაცა გეზარებათ ხოლმე თავს არიდებთ. ფანტასტიურად, ადრე როგორც მიდიოდა ესე არ მიდის, ეხლა უკეთესად მიდის რეპეტიციები ბენთან ერთად და მადლობა ღმერთს ახალ პროგრამასაც ვაკეთებთ, მაგრამ წლების უკან რეპეტიციების დროს, როცა ხო, ნუ ჩვენ გვახასიათებს ხოლმე რაღაც რომ რაღაც ან მელიზმის დროს, ან რაღაცის დროს ეს რომ ვსწავლობ, აკაპელაში როცა ვარჩევდით რა და ნუ ერთ-ერთი ფრაზა იყო ისეთი რომ ბოდიში ირაკე აი დათოს ახსოვს ეგ ბორჯომის პარკში აკაპელაში რომ ღეროდით ბოისწვიმეს და იქ მელიზმები როა კაი შედალოცილო გული გამისკრა რეპეტიციაზე ხო და რეპეტიცია გამოიარა რა ამბებში ვარ რა ანუ ესე შეყვები ახლა რა მოხდა? ეს იქ არ იყო რანაირად რა. ერთი ზამი რა, გიხვეწები. ერთი ზამი რა. იყო Baby Faces და სილვანდერის ვეჟზე იყო იმას სიმღერაზე. გარჩეული ქონდა და მღეროდით ჩვენც. კულმინაციური მომენტი იყო და იქ ზედა გერებზე ადიან ორივე და გადამწყვეტი. ვიღაცა გამოიარა იქ მეზობელმა რა. პროგრამი მოყავს. ვალიკო, რა ხდება? ატყავებ ვინმესა მაგას. რა არის ბიჭო, ატყავეთ მაგას. არა ისეთი აბა ხო წარმოგიდგენია რა ხმა გამოდიოდა იქიდან. მაშინ გურამიკო ზუსტად ეგრე მღეროდა როგორც ეხლა აკეთებს. ეხლა კიდე ისავლა სიმღერა. კაი, სანამ დაგიხოციათ ერთმანეთი მოიცადე ერთი თუ მაშინ ესე იგი ვიცი რომ ახალ უბრალოდ ვიცი რომ ხელსარიელი არ ხართ მოსულნი და დღეს რა სიმღერა შეასრულებთ? რამე ახალია თუ კარგად დავიწყებული ძველი? კარგად დაძველებული. კარგად დაძველებული. ახლებურად დაძველებული ძველი. გაკეთებული ახლებურად დათოს ბენთან ერთად და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმღერებთ. მე მგონი არ იქნება ურიგო ეს ამბავი და მე მაინც იმას გავაკეთებ. აიში. ეს ანონში ჩაუსი. ისე ჩასვავები. ისე შენ უფრო კარგად გააკეთე ზურა ეხლა. მე ვისწავლე, ამან ვერ ისწავლა სიმღერა და. სიმღერის ამბავი გავიგეთ, სულ ცოტა ხანში გექნებათ საშუალება რომ იმღეროთ ხასიათი თუ დაგჭათ ამისი, იმიტომ რომ სანამ თქვენ შეგვისრულებთ სიმღერას, მანამდე ტროლი და ბოტები შეგისრულებენ თქვენ. მოკლედ მოემზადეთ. ცოტა ჯერ ეს ერთი გაითვალისწინეთ რომ მაინც ქუჩის ბიჭები ვარ და რაღაცა რო იყოს ცოტა აღარ უპასუხებ თქვენ პროდიუსერს რომ დარეკავ. საერთოდ აღარ მოვალთ ამ გადაცემაში. მინდა გაგახაროთ რომ საერთოდ აღარ ხართ გეგმაში დასაწყისებლად. 30-მდე ხო? შეიძლება მერეც. ურავი გადაცემა. გადაცემა თქვენთვის იხურება. კარგი. მიდით გაბედულად. უნიში, ქუჩის ბიჭები რო გაინტერესებია. ესენი არიან ქუჩის ბიჭები? კი. ან მამად გონიათ კიდე ბიჭები რო არიან? ქუჩის ბიჭები რატომ ქვიათ? აბა აქედან სახში რომ ეს შეუშვებ. ქუჩის ბიჭები ჯერ შეიკრიბენ, მერე ისევ დაიშალენ, მერე შეიკრიბენ, მერე ისევ დაიშალენ. ახლაც დაშლილები არიან. რა ვიცი ამა ჩეკრებილების არაფერი ატყობათ. ნაკრებილები თუ ეს ჯგუფი ბორჯომში შეიქმნა. რა კაი ისტორიას უფუჭებენ ამ ქალაქს? ამათ სიმღერებზე თაობები გაიზარდა. ხედავ ადრე როგორ უჭირდა ხარ. მეც ქუჩის ბიჭების სიმღერებზე ვარ გაზრდილი. მე მოგწონს როგორიც ხარ, ქუჩის ბიჭებმა თავის გამოჩენით ქვეყანაში ფურორი მოახდინეს. ფურორი რა არის იცი? არ ვიცი, მაგრამ ფუზე რო იწყება, კაი რა ვაიქნება. უნიში.
ონიშე იცოდი ქუჩის ბიჭები ფონოგრამაზე რომ მღერიან? მართლა, აბა მიკროფონები რატომ უჭირა? შენაზე სოდასორობა რა უნდა შეინარჩუნო ნახე. ქუჩის ბიჭების კონცერტზე ორი სასწრაფო დგას, ერთი მსმენელებისთვის და მეორე მონაწილეებისათვის. ქუჩის ბიჭები თავიდან 3 იყვნენ, მერე ერთი დაამატეს. რატო? ფულს 3-ზე ვერ იყოფდნენ და 4-ზე უფრო ადვილია. ირაკლის მოფერებით პიკასოს ეძახიან, გურამის გურამიკოს, ზურას ზურიკოს. პატას. პატას არავინ ეფერება. ქუჩის ბიჭებიდან ყველაზე მეტად პატა მიყვარს. რატო კაცო? ვინმეს ხო უნდა უყვარდეს ქუჩის ბიჭების პატა. პატას რა ჭირს? ააფერი მასეთია. ვერ გავიგერად. კიდე კაი არ გავიგე. პატა ხაჩიძეს ავტოგრაფების დარიგება არ უყვარს. ყველა ასოსწერა არ იცის. ქუჩის ბიჭებში ერთი პიკასო ყავთ. ხატავს. არა, ვერც ხატავს. ნეტა მათე რატო ეძახიან ირაკლის პიკასოს? არ ვიცი, მაგრამ პიკასო რომ ამის გამო საფლავში ტრიალებს ეგ ნახდათ ვიცი. გურამ ლომიძე ამერიკაში ცხოვრობდა. ჩამოვიდა თუ არა ბიჭებს იქაური გამოცდილების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. აქ რო დღეა, იქ ღამეაო. ზურა ხაჩიძემ კენჭი იყარა. მე არ მაქვს ხმა და სხვებიც მაინც ევიღოო. ჯგუფ ქუჩის ბიჭების თანფუძრებელი ზურა ხაჩიძეა და დამანგრეველი პატა ხაჯიძე. გუგა, სხვათა შორის ქუჩის ბიჭები ჯერ კიდევ მაშინ მღეროდნენ, სანამ ჩვენ დავიბადებოდით. რა გინდა კაი დროს დავბადებულვართ. ონიშე ქუჩის ბიჭების რომელი სიმღერა გიყვარს? თოვლი მოსულა. მაგ სახესია. მაშინ სახელმყარებია. ხოჭი დღე ამაზე არ იძახდა, უნიჭოები არიანო. არ უთქვია ბიჭო. ვიცი, მაგრამ ჩვენ ვთქვათ ახლა დახოცონ ერთმანეთს შენი ამით. გაზაეძებ დახოცონ. ზურა, თუ რამე გეჭინა პატას უთხარი. პატა გურამიკოს ეტყვის, გურამიკო პიკასოს, პიკასო ზურას თამაშობს ჩვენ წავართ ჭიათურაში. ბრავო. წარმატებები, განკარგები. გადარჩი. გადარჩი თუ არა კიდე კაცმა არის ის, მაგრამ ესენი რომ მართლა 30 წლამდე და მერეც აღარ მოვლენა გძუსად. ჩემი ფეხი აღარ იქნება. მე ზურა უნდა გთხოვ შენს და გადაცემის პროდიუსერსაც ეს ბიჭები კონცერტებზე ხა ტურნე გვეწყება საქართველოს გარშემო და გვათხოვეთ. ჩავაწყობ ზურა. გითხარი ცოტა წესი რაღაცები თქვი ჩვენ. ჩვენზე ხალხი არ მოდის და თქვენზე იქნებ მოვიდეს. ხაშური დავიწყეთ პირველ. სხვანაირად ვერ გაგისწორდნენ ეხლა და იქ ტურნეში უნდა გატარონ და გაწამონ. თავის სიმღერების და კონცერტების მოსმენით უნდა გაწამო. კარგი ხუმრობა იქით იყოს, მე მგონი მართლა მაგარი ხუმრობები გამოგივიდა. ნამდვილად. იყო. ნამდვილად და ბრავო. ესე იგი მართლა ჩემი თქმა აღარ ჭირდება, მართლა ძალიან მაგარი ჰიტი იყო ადექი იცეკვე და ახლა მაქვს საპასუხო წინადადება თქვენთან ადექი და იმღერეთ. ეხავე, რაზი აღაპარაკე. Ara
ნაპირებს სახეზე სიტყვეთება ჩემი სიყვარული იცოდე არ დაბერდება იცოდე შენთან ვიქნები შენთან ვიქნები არაფერი არ თქვა არ გინდა სიტყვები გულმა უკვე თქვა იცოდე შენთან ვიქნები არაფერი არ თქვა არ გინდა სიტყვები გულმა ჩვენი სტუმრები იყვნენ ჩვენი მეგობარი ქუჩის ბიჭები